გამოაცხადე.
ყველაზე ნიჭიერი ბავშვები ხართ, ვინც კი არიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატარებს თავიდანვე თუ არ შევაყარებთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის კუთხეების თუ არ ისწავლეს რად, როგორ, რა კილოზე მეტყოლებენ, რას მღერიან, რას მიირთმევენ. ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესი ბავშვები გაიზრდებიან მომავალ ჩვენი ქვეყნისთვისაც და მთლიანად. ჯერ საკუთარი უნდა ვისწავლოთ და შევიყვაროთ, რომ მერე დავაფასოთ სხვა ქვეყნის კულტურას და ღირსშესანიშნაობებს. დიდ მადლობას მოგახსენებთ თვითმაუშობას, რომ არა თქვენი მხარში დგომა ესეთი ესთეტიკური და ლამაზი არ იქნებოდა ჩვენი გარემო. პატარებს კიდევ ერთხელ მივულოცავთ უყველას შემოდგომას, ხვავი და ბარაკა არ მოგაკოლოთ უფალმა თქვენ ოჯახებში და მთლიანად ჩვენ ქვეყანას ბედნიერი და წარმატებული შემოდგომა ახალი წელი და მთლიანად ბედნიერ და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვროს. ქალბატონ ნინო ბერიანიძეს მიმართა ორი სიტყვით მიესალმოთ ჩვენ პატარებს და თქვენს განყოფილების უფროსი ქალბატონიაში. მადლობა მოგესალმებით ყველას. ისე მოხდა რომ მე გასულ კვირასაც მომიწია ყოფნა მე-12 ბაღში შემოდგომის ღონისძიებაზე და პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო და რაც მახარებს რომ ყველა ასაკობრივი ჯგუფი ცდილობს რაღაც განსხვავებულ ფორმატში წარმოადგინოს ხოლმე ეს თუნდაც თემატური ღონისძიებები. თუ გასული კვირის შემოდგომის ღონისძიება იყო ძალიან აკადემიურ სტილში გადაწყვეტილი, დღეს იყო ძალიან ტრადიციულ სტილში გადაწყვეტილი, აი ქართული სოფლის სურნელი და ლაზათი. საქართველოს კუთხე-კუჭულებში გვამოგზაურეს პატარებანი და ძალიან შთამბეჭდავა წარმოადგინეს ყველაფერი.
არ შემიძლია ჯერ პატარებს არ შევეხო, ხო? თქვენ თვითონ მშობლებმა დაინახეთ, რამდენად თავდაჯერებულები იქცეოდნენ თქვენი შვილები. ამ ასაკისთვის ჩვენ სხვა ვერაფერს ვერ მოვთხოვთ. ბაღს აქვს გარდა სასწავლო აღსდელობითი პროცესისა ისეთი მომენტები, როგორც აი ასეთი თემატური ღონისძიებები, რომელიც ერთნაირად უხარია მშობელსაც, ბავშვსაც და ეს ბავშვის უნარჩვენების წარმოჩენას უწყობს ხელს და პატარებს მადლობა მინდა უთხრა აი ამ ყველაფრისთვის, აი ამ ლაზათისთვის და აი ამ სილამაზისთვის, რომელიც წარმოგვიდგინეს ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. აღზრდელ პედაგოგებს ამ ყველაფერს რასაც ხედავთ, თქვენი აღზრდელ პედაგოგების ნამუშევარია. გასულ კვირას სრულიად სხვა გარემო იყო შექმნილი და მე არ ველოდი კიდევ ესეთი ლამაზი და შთამბეჭდავი გარემო თუ დამხდებოდა. მადლობა თქვენ. აი ყველა ნიუანსია გათვლილი და ძალიან ბევრი ფიქრი და ნაზრები ამ ყველაფრის უკან ჩადებული. თვითონ აღზრდელ პედაგოგების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ბავშვი მარტო არ დგას სცენაზე. ახლა მე შევდგავ, მე ვღელავ თქვენ წინაშე ვლაპარაკობ და წარმოიდგინეთ ბავშვი, რომლის გვერდზე დგას მასწავლებელი და მასთან ერთად არის ჩართული ამ ყველაფერში და ეს ძალიან დასაფასებელია. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მადლობა საერთოდ იმ ზრუნვისთვის, რომელსაც თქვენი პატარების მიერ მუსიკალური გაფორმება, ქორეოგრაფია, მხატვრული მხარე, ასე რომ დირექტორს ამ ყველაფრის ხელშეწყობისთვის ხო ხედავთ ხო რა ლამაზი გარემოა ამ ყველაფრისთვის შექმნილი და აუცილებლად მშობლების მხარდაჭერა. მე ვიცი რომ თქვენი თანადგომის გარეშე არაფერი არ ხდება და თქვენი ჩართულობა ბაღის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ერთად მადლობა აი ამ ყველაფრისთვის და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებთ თქვენ შვილებს. და კიდევ ერთი მომენტი, აი გასულ წელს ამ ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება შუა წელიწადში. აი ახალი სასწავლო სულ სხვა ენერგიით აკრიფა აი თვითონ ტემპი და ეს ძალიან მახარებელს სულად განსხვავებულ რაღაც ფორმატებში ხედავთ ხოლმე სხვადასხვა აქტივობებს. ასე რომ მადლობა ყველას ერთად აი ამ გუნდურობისთვის, ამ ერთობლივ მუშაობისთვის. მადლობა და წარმატებებს ვისურვებთ.